კალორიული დეფიციტი რო დაადგინო, წარმოგიდგენთ რამდენი პარამეტრი უნდა გაითვალისწინო. ფიზიკური აქტივობა, ასაკი, წონა, სიმაღლე და სქესი. ანუ აი ამდენი რაღაც პარამეტრი უნდა გაითვალისწინო და იმის მერე დაადგინო შენი ჯანსაღი კალორიული დეფიციტი. აი როგორ შეიძლება ახლა მე შემოგაწებო ან 1500 ან 1500. უნდა დადგეს ადამიანი და დაითვალოს, მაგრამ კალორიების თვლა მთელ ჩემს კარიერის განმავლობაში მეგონი 2-ჯერ ან 3-ჯერ მაქვს დათვლილი კალორიები. ოკეი, 4-ჯერ. მაქსიმუმ რაღაც 8 წელზე მეტია ვაკეთებ. ისიც იმიტომ ვითვლი ხოლმე რომ ხანდახან ბლოგზე მჭირდება რომ ინფორმაცია დავდო, დავშტე ეს კალორიაჟი რა როგორ გამოიყურება და აი მეც არ ვეთანხმები არანაირად. იმიტომ რომ ნუ აი ადამიანს. აბა რა, წარმოგიდგენე, რასაც პირში იდებ, ყოველდღე უნდა გაზომო. აი წარმოუდგენელი არის. თან სულ ყველაფერი სახლში ხო ვარ შეჭამ ხო? არის ხანდახან რაღაცა გასვლა. კი, რაღაცა პაკეტ შეიძლება აიწეროს კალორიაჟი, მაგრამ ნუ აი კაფეში დაჯექი ჯერ ჩვენთან არ არის ახლა ისე კაფეები, რომ იქ ყველაფერს თავისი გრამაჟები მოყვებოდეს და კალორიაჟი მოყვებოდეს.